შეხვედრის მიზანია გაგიზიაროთ ინფორმაცია თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ. თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო ლიკვიდირებულია. ახალი და კიდევ ერთი უმძიმესი ნამდვილი ამბავი ერთი დიდი დრამატურგიული პიესაა რეპრესიაზე. ან პირდაპირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მაშინ თუ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავანგარდში ხარ და არ მოგწონს როგორ გექცევა სისტემა შენივე სახელმწიფოში. კლავენ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია აღვიქვათ ეს როგორც თავდასხმა ერთი მხრივ თავისუფალ პროცესზე სივრცეზე სადაც მიმდინარეობს თავისუფალი სახელოვნებო პრაქტიკა და მეორე მხრივ კონკრეტულად იმ ადამიანებზე რომლებიც ვართ ჩართულები პროტესტში და რა თქმა უნდა ამას არავინ არ გვპატიობს. თემურ ჩხეიძის მემკვიდრეობა თურმე შეიძლება დავიყვანოთ დღევანდელ რეჟიმში პოლიტიკური პრეფერენციების დონეზე. ფრთხილად მტერი ყველგანაა თქვა რეჟიმმა და შევიდა ყველგან სადაც თავისუფლებისა და აზროვნების საფრთხე და კერები ნახა. აი ამ უცნაურ შეხვედრაზე კი თეატრში მოვიდა ყველა ვისთვისაც თეატრი და თეატრის კანონები მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ თეატრის კანონებზე გადავალ რეჟიმის კანონებზე ვილაპარაკოთ. წარმოუდგენელია რომ ეს მოხდეს. მე არ მინდა ამის დაჯერება და არც დავიჯერებ და არ შეიძლება ეს რომ მოხდეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს არის არაჩვეულებრივ ადამიანთან დაკავშირებული, მის სახელთან დაკავშირებული სახელოსნო და ადამიანმა რომელმაც ასწავლა ყველა, არც ერთმა რეჟისორმა არ დაამთავრა ეს არაჩვეულებრივად თავის ცხოვრება, რომ დაენებებია თავი ბრძოლისთვის, ან კაბინეტებისთვის, რაღაცებისთვის და ბოლო წლები ეძღვნა თავისი ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემისთვის. მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის სრულიად სახელოსნოს წევრებისთვის და ეს ალბათ პოლიტიკური ნიშნით დევნასკოს. შეხვედრა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე უჩვეულოა. აქ ჩვეული წარმოდგენის ნაცვლად უყურებთ ნამდვილ ამბავს ან თეატრალურ წარმოდგენას სათაურით ლიკვიდაცია. მე ვფიქრობ, რომ იმის წარმოდგენა ბატონი თემური ჩვენთან ერთად რომ იყოს დღეს რასიზამ და არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვიცი, რომ მისი სიცოცხლე გარკვეულწილად გრძელდებოდა ამ სახელოსნოში, იმიტომ რომ მისი საქმე და მისი სწავლება გრძელდებოდა აქ. შესაშური სისწრაფით სახელოსნოში შემოდის სპეციალური გამგეობა. კომისია და დაარსების დღიდან დღემდე პირველად იწყებს ძიებას, დანაშაულის ძიებას თეატრალურ სახელოსნოში. ბევრს ვერაფერს პოულობს და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე რეჟიმი თეატრალებისვე ხელით ხურავს თავისუფალ სასწავლებელს, რომელიც ცნობილი რეჟისორის თემურ ჩხეიძის სახელს ატარებს. მე არ მინდა მათ ვასწავლო, გაუზიარებ რაც ვიცი, მაგრამ მე მინდა მათთან ერთად ვეძებო. იმდენი იწვალა პირადად, რომ ეს იდეა განეხორციელებინა თავის დროზე ამას ყველაფერს ვერ მოყვებით. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ სახელოსნოს მოწყობას, თემური ცდილობდა თვითონ და იმდენად დიდი ინვესტიცია ჰქონდა პირადი მას ჩადებული ესეთი ყველანაირი ადამიანური ინვესტიცია ამაში, რომ მე მგონი რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდებოდა. ახლა ერთი რამ ვიცი. არ უნდა გავჩერდე. და თუ გავჩერდე დასასრულია. მარადიული თეატრის სჯეროდა და მაინც თემურ ჩხეიძის ცოცხალი და შემოქმედებითი მემკვიდრეობა ახლა საფრთხეშია. კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სასწავლებელს რეჟიმის სწავლის შუაგულ პროცესში აჩენებს. ხელშეკრულებას უწყვეტს სახელოსნოს 24 მოქმედ თანამშრომელს და რაც ყველაზე მტკივნეულია ამ პროცესში, ალბათ ყველაზე მთავარი სტუდენტები არიან, ვინც სახელოსნოში ახლა სწავლობს. მათი მომავლის ბედზე და ამბავზე არავინ იფიქრა. კოლექტიური ჩამოყალიბება. ესეც არის ერთ-ერთი ცენზურის გამოვლინება, ძალიან ცხადი, ანუ აქ არ არსებობს არანაირი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა რომ ეს სივრცე გაუქმებულიყო. კარგისმეც არაფერს არ აკეთებდა სახელოსნო. ძალიან ვწლება გული, მაგრამ ეს არ ყოფილა იმის იმპულსი, რომ ჩვენ გავჩერებულიყავით ან რამე, სინამდვილეში განსაკუთრებული და ახალი იმისში
არ იქნებოდა ახალი თუ ვიტყვით რომ ეს უბრალოდ დარტყმა თავისუფალ ქართულ თეატრალურ სივრცეზე. სამუშაო პროცესი შემოქმედებით სახელოსნოს არ შეწყდება და ჩვენ ახლა უფრო ხმამაღლები ვიქნებით, ვიდრე შეიძლება მანამდე ყოფილიყავით და ახლა უფრო მტკიცეთ და შემართებით. და ჩვენი სათქმელები ჯერ არ გვითქვამს, ზუსტად იმ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ზოგი ჭირი მარგებელია ხო გესმით რა, ახლა კიდევ უფრო დიდი შემართებით ვიტყვით იმას, რაც სათქმელია. სასტიკი თეატრალური რეალობა და დღეები დგას ამ ქვეყანაში და მაინც ყველაზე მეტად სიმბოლურიცა და ცინიკურიც აქ ალბათ ისაა, ვისი ხელით ხურავს და ვინ აწერს ხელს ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციას. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანებისაგან, რომელიც რეჟიმმა ისე ღრმად დაიქვემდებარა, რომ ამ საქმეში არიან ხელოვანებიც, ვინც თემურ ჩხეიძის ვერც სპექტაკლებს, ვერც ლექციებსა და ვერც მის სიტყვებს ვეღარ იხსენებს. ალექსანდრე რეჟისორები, დრამატურგები, რაც არ მოხდა თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ, ანუ არ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნა. როგორც ნახევრის განმავლობაში მე ამისთან ხანგრძლივობის სწავლება მსოფლიოში არ გამიგია, რომ შედეგი არ იყოს, პიესა არ დაიწეროს, სპექტაკლი არ დაიდგას. თემურ ჩხეიძის დროს ეს ხდებოდა. მე პოლიტიკას იმაში ვერ ვხედავ, რომ წესით დადგენილი ისაც უნდა შესრულდეს, არ სრულდება და ხა ადამიანს თუ უნდა ყველაფერს გამოაქვს რაღაცის კურსს. ვინც გააკეთა განცხადება, მე არანაირი ლიკვიდაცია არ გამიგეთებია, ტყუილია აბსოლუტურად. გიორგი სიხარულის სახელი ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ტყუილია. აი ამ ყრილობაზეც, რომელიც ასე ვთქვათ, ხურავდა ამ სახელოსნოს, ამას გვიან მივხვდით უბრალოდ. აქაც აი ესეთი სურვილი მქონდა, რომ ვიღაცას დაეცვა ჩხეიძის ინტერესები. ვიღაცას წარმოედგინა, მაგალითად, რას ისურვებდა თემურ ჩხეიძე ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს. რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ, კულტურის სამინისტრო თეატრალური უნივერსიტეტის გავლით ხურავს სახელოსნოს და როგორც ჩანს ძალიან მზადაა ამ დავალების შესასრულებლად როგორც რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ისე გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული გია ცქიტიშვილი, ანდროე ნუქიძე რეჟისორი, გიორგი სიხარულიძე რეჟისორი და პედაგოგი და დეკანი ანდროე ნუქიძე დეკანია თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის. აი ეს ადამიანები ანდროე ნუქიძეც და სხვაებიც, რა თქმა უნდა, იყვნენ ისინი, ვინც ასე ვთქვათ, მიიყვანეს ბოლომდე საკითხი. სახელოსნოს ლიკვიდაცია ვინც მოახდინა, იმ ხალხთან საერთოდ აღარაფერი მაქვს სალაპარაკო. მე არ შემიძლია მათთან წარმოვიდგინო, რაიმე თუნდაც ესეთი ირიბ დიალოგში ყოფნა, ჩემთვის ისინი არ ვიცი რა უნდა გააკეთონ, რომ საერთოდ რამეს ნიშნავდნენ. არ ვიცი, ეს მათი ტრაგედია. მე მგონია მათ შეგიძლიათ გითხოთ იგივე და რას გეტყვიან საინტერესო. იმიტომ რომ რა არგუმენტი აქვს, რატო დაიხურეთ ჩხეიძის სახელოს? არა აქვს მათ არანაირი არგუმენტი. ეს არქივში დაცული ინტერვიუ წლების წინ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დროს ჩავწერე. ამ ფრაგმენტშიც კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდა რეჟისორ თემურ ჩხეიძეს სტუდენტებთან, როგორი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდებით და რამდენად მნიშვნელოვანი იყო საკუთარი გამოცდილების გაზიარება მათთვის. ჩემს აქ რაპეცია, გიცით, როცა მომესწრო ამდენი შვილი და შვილი, აი ძალიან სერიოზული პეცია. სხვათა შორის და როდესაც მყავს სტუდენტები, რომელთაც ძალიან ვაფასებ, მენდეთ სიტყვაზე, რომ ეს არ არის ზრდილობის გამონათქმა. იმედს აი ეს მაძლევს. შემოქმედებითი სახელოსნო დრამატურგებისთვის, რეჟისორებისა და მსახიობებისათვის ჩხეიძემ 11 წლის წინ დააარსა. მაშინ ამ სახელოსნოში მოსახვედრად სტუდენტთა ჯარი იდგა. შემოქმედებით სასწავლებელში ახალი თაობის თეატრის რეჟისორები და დრამატურგები გაიზარდნენ. სახელოსნო ითვლის 30-ზე მეტ სტუდენტს და 50-მდე ცოცხალ პიესას ნამდვილ თეატრში სცენაზე. და კიდევ იმდენივე მოგონებას და საინტერესო ამბავს ინახავს ამ სკოლაზე, რამდენი სტუდენტიც ჰყავს ამ სახელოსნოს დაარსების დღიდან დღემდე. მე ვიყავი თემურ ჩხეიძის სახელოსნოს
პირველ ნაკადში ვიყავით 6 რეჟისორი და 3 დრამატურგი და მართლა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ და პერიოდი როცა რეალურად დავიწყე იმაზე ვფიქრე თუ რა შეიძლება იყოს თეატრი, როგორ მუშაობს თეატრი და მადლიერების გრძნობის გარდა მაქვს აი საშინელი უსამართლობის განცდა. მე თემურის სტუდენტი არ ვიყავი, მაგრამ ის სულ დადიოდა ჩემს სპექტაკლებზე და მე ბევრს ვსაუბრობდი და მისგან ამ საუბრებით ვისწავლე ალბათ იმაზე მეტი, რამდენიც ვისწავლე ყველა სხვა განათლებისგან ერთად აღებული. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სათეატრო ავტორი იყო და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი და მისი სახელოსნო ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი ორგანიზმი ამ სფეროში. სახელოსნოს ლიკვიდაციით რეჟიმი როგორც ჩანს ცდილობს მოშალოს სივრცე, სადაც თაობები თავისუფლებას სწავლობდნენ. თემურ ჩხეიძე თეატრში კომპრომისებზეც არასოდეს წასულა. ყველა მისი სპექტაკლი ყველა დროში იყო პირდაპირი მანიფესტი, სადაც ავტორმა სიტყვა მნიშვნელოვან მოვლენად აქცია და რადგან ასეა, მოდით რეპორტაჟიც თემურ ჩხეიძის სიტყვებით დავასრულოთ. არანაირი პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისაგან.